ფოთის საჯარო სამსახურში სტრუქტურული რეორგანიზაცია იწყება. დაკომპლექტებულია საკონკურსო საატესტაციო 9 წევრიანი კომისიის შემადგენლობა. კონკურსში მონაწილეს 300-მდე საჯარო მომხელეს 10-ზე მეტი კანონის შესწავლა უწევს, რომლის ცოდნაც საკონკურსო პირობების შესაბამისად არის სავალდებულო. ფოთში არსებულ საჯარო სამსახურებში ატესტაცია 15 მაისიდან დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. თუმცა კონკურსის გავლა დასაქმების ყველა მსურველს არ მოუწევს. ტესტირების გარეშე რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი უკვე დაინიშნა. გაგვეწელა საატესტაციო და საკონკურსო კომისიის შექმნა. მოვალე ჩავთვალეთ თავი, რომ დროებით მაინც დაგვენიშნა მოვალეობის შემსრულებლები. საატესტაციო კომისიის ობიექტურობაში ეჭვეპარება ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრს დარეჯან ცხვითარიას. მისი განცხადებით კომისია ქართული ოცნების მხარდამჭერებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანებით დაკომპლექტდა. ცხვითარია საკრებულოსა და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს დავით ბაბილუას მართლ პარტიასთან გარიგებაში ადანაშაულებს. პოლიტიკური ნიშნით манипуляციაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. მე როგორც ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარეს შეგნებულად უარი ვთქვი ამ კომისიაში რომ ვიყო და აქედან გამომდინარე ვთვლი რომ ეს უბრალოდ არასწორია და არ არის ლამაზი რომ ბატონი ირაკაკულია ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე არის ამ კომისიაში. არ უნდა იყოს მარტო ერთი მიმართულები და პარტიის ხაზით გაკეთებული და აქ არ არის ამ კომისიაში თქვენ ვერ დაინახავთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს. მე მიუხედავად დიდი პატივისცემისა ხმამაღლად ვაცხადებ ბატონ დავით ბაბილუას ვადანაშაულებ, ბატონ გოჩა დოლბაიას ვადანაშაულებ ტენდენციურ მიმართულებაში. დავით ბაბილუა ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ისევე როგორც სხვა დანარჩენ სამ ფრაქციას კომისიაში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. ქართული ოცნების ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კი ნაციონალების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. 4 კანდიდატურა იყო დასახელებული, მათ შორის ფრაქციის ახლა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ წარადგინა თავისი კანდიდატურა. პრინციპში შეეძლო ქალბატონი დარეჯანის კანდიდატურა დაესახელება, ამაში პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ პირადული არაფერი არა. ამ კომისიაში, როგორც ცნობილი არის რამოდენიმე ნაციონალური მოძრაობიდან წევრი, აქედან გამომდინარე არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ქართული ოცნებიდან ვიქნები, თანაც კანონი არ ირღვევა ამით. ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს მოსახლეობამ ვარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას და ფაქტიურად არჩევანი გააკეთა სიახლეზე, ახალძალაზე და აქედან გამომდინარე უნდათ ახლა რაღაც პოლიტიკური რაღაც გაცოცხლება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს 10-ზე მეტი კანონისა და ნორმატიული აქტის ჩაბარება მოუწევთ. საბოლოო შედეგები ატესტაციის დასრულებიდან ერთ კვირაში გახდება ცნობილი.